ახალი სამედიცინო ცენტრი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 6-სართულიანი კლინიკა 4000 კვადრატულ ფართობზე განთავსდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. შენობა უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და სტერილური ჰაერის თანამედროვე სისტემით. სამედიცინო ცენტრში 130 ადამიანია დასაქმებული. განსაკუთრებით ონკოლოგიური მიმართულება გაცილებით უკეთესი, იმიტომ თუ ადრე იყო თლიანად მარტო ოპერაციაზე 12000 ლარი, ეხლა ცალკე ოპერაციაზე 15 და შემდეგ უკვე სხივური ჰორმონალურ თერაპიაზე 15. იმიტომ რომ ყველაზე დიდი დარტყმა ოჯახისთვის იყო თუ რაიმე სიმსივნური მიმართულება იყო ეს კურნალობა წელში წყვეტდა ყველა ოჯახს. განსაკუთრებით საპენსიო ასაკში თუ რამე ამ მიმართულებით პრობლემა ჰქონდა, უმალავდა ოჯახს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ხარჯებთან იყო უზარმაზარ ხარჯებთან და მერე კურნალობა ცალკე საერთოდ არ შედიოდა. მთლიანად ამ პენსიონერების შემთხვევაში მთლიანად გადაფარული იქნება, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. პირველ რიგში უნდა მიმართონ აუცილებლად პოლიკლინიკებს, ოჯახის ექიმებს. სწორედ ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე შეუძლიათ შემდგომ მათ გაიარონ სხვადასხვა გამოკვლევები და მიიღონ უკვე გოსპიტალური საავადმყოფო სამედიცინო სერვისი.